80 მილიონი ქართველი როგორ ცხოვრობს დედამიწაზე, ბევრისგან მოვისმინეს უცნაური სიტყვები. მოდი აგიხსნით ძალიან მარტივად. მე-12 საუკუნეში საქართველოს მოსახლეობა იყო დაახლოებით 12 მილიონი, მაგრამ ამ იმპერიულ ტერიტორიაზე სხვადასხვა ტომებიც შედიოდნენ. მაგრამ დაახლოებით 5-6 მილიონი ეთნიკური ქართველი იყო მე-12 საუკუნეში. მოდი ახლა გავყვეთ ისტორიას. მე-12 საუკუნეში თუ კი 5-6 მილიონი ვართ ქართველები თელს საქართველოს ტერიტორიაზე, რამდენიმე საუკუნეში გაიზრდებოდა ეს ციფრი თუ შემცირდებოდა. მინიმუმ ხომ მე-15, მე-16 საუკუნეში იგივე ციფრი იქნებოდა, ანუ 5-6 მილიონი. და ის 5-6 მილიონი ადამიანი ნაწილი უпроსწორად რომ გაიყვანეს იძულებით საქართველოდან, ანუ დაახლოებით 9 მილიონ ადამიანზეა საუბარი. ტყვედ გაიყიდა, ესეთი საშინელება მოხდა. ის 9 მილიონი ადამიანი უშთამომავლოდ დარჩა, უმეტესი მათგანი გადაცხოვრდა იძულებით სად? მუსლიმანურ ქვეყანაში. მუსლიმანურ ქვეყანაში ერთი ქართველი, ანუ ერთი გენეტიკური ქართველი მინიმუმ ხომ 3-4 შთამომავალს დავბადებდა ერთ საუკუნეში მაინც, ხომ? ანუ 3-ჯერ ხო გაიზრდებოდა რიცხოვნობა. ანუ 500,000 ადამიანი ერთ საუკუნეში ხო გახდებოდა 1,5 მილიონი. 4 საუკუნეში რამდენი გახდებოდა? 12 მილიონი. გახდებოდა. ეს მარტო ტყვედ გაყიდული ქართველების შთამომავლები. 12 მილიონი მინიმუმ. ამას დაუმატოთ შაჰ-აბასის მიერ გადასახლებული 300,000 ქართველი და მათი შთამომავლები. ვიღაცები მიმტკიცებენ, რომ ფერეიდნელი ქართველები დარჩნენ მხოლოდ ირანის ტერიტორიაზე. ფერეიდნელი ქართველები იმიტომ ქართველობენ, რომ უფლის დამსახურებით ფერეიდუნ შაჰინ რელიეფით არის მთაგორიანი. თაში უფრო შეინარჩუნეს მათ ქართველობა, თორე ისე სინამდვილეში ირანის ტერიტორიაზე აი იმ 300,000 გადასახლებული ქართველის შთამომავალი არის დაახლოებით 7-8 მილიონი. 7-8 მილიონიდან რამდენს ახსოვს რომ ქართველია? 50,000. ირანის ტერიტორიაზე კი ზოგადად ცხოვრობს 14 მილიონი ქართველი, გენეტიკური ქართველი. თურქეთის ტერიტორიაზე ცხოვრობს დაახლოებით 10-დან 15 მილიონამდე ქართველი. რამდენმა იცის რომ ქართველია? 80 მილიონი რომ არის დედამიწის ზურგზე ქართველი, აქედან 30 მილიონი დაახლოებით ცხოვრობს თურქეთში და ირანში. დანარჩენი 50 მილიონი კი გადანაწილებულია მთელ მსოფლიოში. არ არის ესე? როგორ არ არის ესე? თურქეთის ტერიტორიაზე G და L გენეტიკური კოდი არის დაახლოებით 20%. თურქეთის მოსახლეობა რამდენი მილიონია? აბა, დაიანგარიშეთ. და არავინ არ შემოვიდეს დებატებში იმასთან დაკავშირებით, რომ G და L თურქეთში რო არის, ის არის ზაგროსის მთიანეთიდან რო დაიძრა ხალხი და ის მერე აქეთ წავიდა, წამოვიდა, ეს ეთნოსი არ არის, კაცო, G და L ეს ჩვეულებრივი გენეტიკა, სუბკლადებია, ჰაპლოჯგუფებია, ადამიანის ეროვნებას კი არ ნიშნავს და ჩვენ უნდა ვიწამოთ დარვინის სექტის წევრები უნდა გავხდეთ, ხალხო, ავიტაცოთ. შენ ვისი სექტის წევრიც გინდა გახდი, მაგრამ მე ქართველებს არ მოგატყუებინებ. ვინც სიცრუით ადამიანის ჯოჯოხეთის გზისკენ წაყვანით შოულობს ფულს, ისეთ ხალხს რა უნდა გითხრათ არც ვიცი, მაგრამ ისეთ ხალხს მე აუცილებლად გამხელთ. სადაც არის სიკეთე და სიმართლე, იქ არის უფალი. და სადაც არის უფალი, იქ არის გამარჯვება. უფალმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ, უფალმა კეთილ გზაზე გადაროთ მუდამ.